ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფცია 1 წელზე მეტია მზად არის, თუმცა ის ამ დრომდე არ დამტკიცებულა. დოკუმენტის City ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს მოამზადა და ის ქალაქის განვითარების გონივრულ სცენარებს მოიაზრებს. პროექტის კოორდინატორის და ურბანისტის ანდრო ქორთუას შეფასებით კონცეფციის მიღების შემდეგ უშუალოდ საბოლოო პროექტის შემუშავება დაიწყება, რომელიც იმ წესებს და პირობებს დაადგენს, რაც ქალაქში განაშენიანების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ დროისთვის მომზადებული კონცეფციით დოკუმენტი 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ისეთების, როგორიცაა თანაბრად განვითარებული მულტიფუნქციური მწვანე და მედეგი უსაფრთხო ქალაქი. ამჟამად უკვე დამტკიცების პროცესში არის კონცეფცია და ამ ეტაპის მერე უკვე საბოლოო ფაზაში გადავდივართ, რომელიც უშუალოდ პროექტის დამუშავებას გულისხმობს, სადაც ამ კონცეპტუალური და ხედვის დებულებების საფუძველზე საბოლოოდ შეკრული რეგლამენტი უნდა შემუშავდეს. ყველაზე ოპტიმისტური სცენარი ალბათ იქნება შემოდგომის შუა პერიოდი. ამ ოპტიმისტური სცენარის ოპტიმიზმს მაქსიმალურად განსაზღვრავს რეალურად სკოპინგის ანგარიში. უბრალოდ სეგეშის ანგარიში სკოპინგი კონცეფციას დამუშავდა. ეს არის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართული არის გარემოსდაცვის სამინისტროზე და მის სამსახურებზე და მათ თავისი რეგლამენტი აქვს განსაზღვრული, რომლის ფარგლებშიც უნდა განეხილონ უკვე საბოლოო პროექტი. და ფაქტიურად ამ ვადებზე არის დამოკიდებული ძირითადად თუ რამდენად მალე მოხდება ამის დამტკიცება. ბათუმის ქალაქგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი მამუკა რამიშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესის გაჭიანურების მიზეზი სხვადასხვა ტიპის ხარვეზები გახდა, რომელიც დღეისთვის გადაჭრილია, თუმცა კითხვაზე როდის ექნება ქალაქს გეგმა, რამიშვილი ვადას ვერ ასახელებს. გავლილი აქვს რევიზია უკვე და უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ გაიგზავნება საკრებულოზე. ხარვეზები იყო სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა, მოვიდა პასუხები და გეგმა ისეთი ცოცხალი პროცესია, რომ ხდება ესეთი რაღაცები. თბილისის გეგმაზეც მსგავსი იყო ზუსტად. ამის შემდგომ უკვე ძირითადი გეგმები, რაც არის, უნდა დამტკიცდეს საბოლოო ეტაპი და დაგეგმის საინფორმაციო სისტემა დარჩა შემდგომ და ეგ ორი ეტაპია დარჩენილი, ფაქტორზეა დამოკიდებული და პროცესი მიმდინარეობს ნამდვილად დაგიდასტურებს. წლების განმავლობაში გაჭიანურებული სამუშაოების გამო ქალაქის მნიშვნელოვან დანაკარგებზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორში. საზოგადოება ბათუმის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ადგილობრივი მთავრობა დოკუმენტს ბიზნესთან შეთანხმებით არ იღებს. გეგმა როგორ წარმოუდგენია ქართულ ოცნებას. რომ გეგმა იქნება იმ ფულის კეთების შეჩერება, რასაც ისინი აკეთებენ ამ 13 წლის განმავლობაში გულისხმობ უკანონო ფულზე. ის შენობები, რომელსაც თქვათ ეს გეგმა უნდა გახორციელდეს, პარალელურად ამის ინგრევა მიმდინარეობს და ძალიან ბევრი დაინგრა და ამ წუთას ინგრევა და კიდევ უარესი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება სადღაც ამ წუთას რაღაც ბნელ ჯურმულებში დანაშაულებრივ კავშირებზე არიან მენაშენეებთან და კიდევ ახალი შენობების, ისტორიული შენობების განადგურებას გეგმავენ. ეს ამისა ძალიან ბევრი რამ დაკარგა ქალაქმა. და ბევრ რამეს კიდე დაკარგავენ და სწორედ ეს არის კიდე გამიმეორებდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ არ მიიღონეს გეგმა, იმიტომ რომ თვლიან, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში ეს გენერალური გეგმა ხელს შეუშლიდა. ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და პირვანდელი ვადებით ის მზად წელიწად ნახევარში უნდა ყოფილიყო. 2025 წლის გაზაფხულზე დოკუმენტზე მომუშავე კომპანია City ინსტიტუტში იმეც გამოთქვამენ, რომ ქალაქს განაშენიანების რეგულირების გეგმა მიმდინარე წლის ბოლომდე ექნება.